მეგახლავართ დენის დავითაშვილი, პროფესიული განათლების პროფკავშირების თავმჯდომარე და ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციიდან 2013 წლის 27 საპრეზიდენტო არჩევნებზე გახლავართ დამკვირვებელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე მოგეხსენებათ შექმნილია ქალბატონ თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით უწყებათაშორისო კომისია, რომელიც იხილავს ყველა იმ საკითხს, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების დასრულებას საქართველოში და პრეზიდენტის არჩევასაც. მე დასაწყისში რადგანაც მოგახსენეთ, რომ ვარ პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე, მინდა გამოვიყენო დღევანდელი თქვენთან ყოფნა და გაცნობოთ, რომ დღეს ფილარმონიაში გაიხსნა პროფესიული განათლების სისტემის ფესტივალი სახელწოდებით პროფესიული განათლება დასაქმებისათვის. მე მინდა მივილოცო პროფესიულ განათლებაში ყველა მომუშავე თანამშრომლებს, უსურვო კარგად დაასრულონ მიღება, კონტინგენტის დაკომპლექტება და იმ დონის პროფესიული განათლება აწარმოონ თავის კოლეჯებში, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მომავლის განვითარებას და ეს იქნება სოფლის მეურნეობა თუ მრეწველობის ნებისმიერი დარგი მათთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას. ასევე იმედს გამოთქვავ, რომ ბოლოს წერტილს დაუსვავს დღევანდელი განათლების მინისტრი და გამოსცემს ბრძანებას წინა წლებში უსამართლოდ ლიკვიდირებული 20-ზე მეტი პროფესიული კოლეჯის ახლად დაფუძნებას, რაზეც იმუშავა კომისიამ ჩვენი მონაწილეობით და რეკომენდაცია დაუდეთ ქალბატონ მინისტრს იმისთვის, რომ გამოსცეს ბრძანება. ამ სამართლიანობის აღდგენას ელოდება უამრავი დღეს სამსახურის გარეშე დარჩენილი პედაგოგები და იმ რეგიონებში და ძირითადად რაიონებშია ეს ახალგაზრდული სასწავლებლები, ის ახალგაზრდობა, ვისაც უნდა დაეუფლოს გარკვეულ პროფესიებს. ეხლა კი გადავდივართ ჩვენს ძირითად თემაზე ვისაუბრებთ, რისთვისაც დღეს შევიკრიბეთ და ვატარებთ ბრიფინგს. მოგეხსენებათ, წელს 27 ოქტომბერს ტარდება რიგითი არჩევნები, რომლის შედეგადაც არჩეული იქნება საქართველოს პრეზიდენტი. თავიდანვე მინდა მოგახსენოთ, რომ საარჩევნო სისტემებში გვაქვს, პირადად მე მაქვს 20 წლიანი ზუსტად გამოცდილება. 10 წლის განმავლობაში გახდით ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, შემდეგ წლებში ვარ სისტემატიურად დამკვირვებელი ყველა დონის არჩევნებზე, ეს იქნება საპარლამენტო, ეს იქნება ადგილობრივი თუ საპრეზიდენტო. წელსაც რეგისტრაციაში გატარდა ჩვენი პროფკავშირი და მე პირადად და ვარ დამკვირვებელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. უნდა აღვნიშნო იმ დღეისათვის დაფიქსირებულ ჩვენს მიერ დარღვევებზე, რომლის აღმოფხვრა უნდა იყოს შედეგიანი და მაგის შედეგად არჩევნები იქნება ეჭვი არ მეპარება დემოკრატიული, ლეგიტიმური და არჩეული პრეზიდენტს არანაირი არ დარჩება მოსახლეობაში, რომ უსამართლოდ და არასამართლიანად და არასწორად ჩატარებული არჩევნების შედეგადაა არჩეული. პირველი საკითხი, რომელზეც მინდა მე გამომახვილო ყურადღება, ეს არის ის, რომ დღემდე საარჩევნო სიებში არის 100,000-ზე მეტი ის პიროვნებები, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში თავის ნებით დატოვეს საქართველოს, გადალახეს საზღვარი და არიან უცხო ქვეყნების მოქალაქეები, დაწყებული ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, ისრაელი, საბერძნეთი, რუსეთი და ასე შემდეგ. ამაზე ჯერ კიდევ შარშან 2012 წლის 13 დეკემბერს განცხადებით და სიებით, კონკრეტული სიებით მიმართე მაშინდელ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ ხარატიშვილს წერილით და სიებით და ვთხოვე შეესრულებია თავის მოვალეობა და სიებიდან ამოეღოთ სწორედ ის ხალხი 100,000-ზე მეტი, ვინც აღარ არის საქართველოს მოქალაქე და
არ ირიცხებიან იმ კონკრეტულ საცხოვრებელ ადგილზე, სადაც სიებში ხომ არის არა ვინაობა და გარდა მაგისა საცხოვრებელი ადგილი. იქ რომ შეემოწმებია ან კარიკარის ჩემო კომისიას, ან თვითონ სათაო-საარჩევნო კომისიას დრო რო გამოენახათ და უამრავი მილიონები არ დაეხარჯათ იმაში რომ აი რა კარგად გადავამოწმეთ და ყველაფერი რიგზია და არ ამოიღეს არც ერთი მათთაგანი ნახავდნენ რომ იქ სამჯერ გაიყიდა ის ბინა და დღეს აბსოლუტურად სულ სხვა თუ იყო აბუსერიძე დღეს ცხოვრობს იქ აბულაძე ან აბულაძემაც იყიდა ის სახლი და ცხოვრობდა და დღეს იქ ოფისია და საერთოდ არავინ არ ცხოვრობს არავითარი საქართველოს მოქალაქე ძალიან დიდი რაოდენობა იმ მოქალაქეებისა ვინც გადავიდნენ საცხოვრებლად სხვა ქვეყნებში რასაკვირველია გახდნენ იმ ქვეყნების მოქალაქეები მაგრამ დღეისთვის საუბედუროდ წლები და ცხოვრება ასე მოიტანა, რომ გარდაცვლილები არიან და დასაფლავებულები არიან იმ ქვეყნის იმ სასაფლაოებზე, სადაც ცხოვრობდნენ და რომელი ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და განსაკუთრებულად კაციტაძის ეგრეთ წოდებულ ძველ კომისიაში პარადოქსულ რაღაცას გვეუბნებოდნენ. ცნობა მოიტანეთო, რომ ისინი აღარ არიან საქართველოს მოქალაქეები და რომ ისინი ცხოვრობენ იქ. ვეუბნები ეს 60% ესე იგი 60,000 პიროვნება რომელიც დასაფლავებულია საფლავებიდან ხო არ გასცემენ იმას ცნობას რომ მკვდარი ვარ გადაცვლილი ვარ და ამომიღე სიიდან ნუ მართალი უნდა ვთქვა კომისიის მდივანი ვინც არის გიზო ბატონი გიზო მან ჩემი ესეთი ბოლომდე მივაწექი ასე რომ ვთქვათ და ვაიძულე და ჩემი თანდასწრებით ამოიღო თვითონ არ უნდა გაეკეთებია ეს არ ქონდა მაგის უფლება კაციტაძის კომისიას უნდა გაეკეთებია მაგრამ 100 კაცამდე 99 ადამიანი მკვდარი გარდაცვლილი თვითონ ამოიღო ანუ შესაძლებელი იყო დახვეწილი იყოს ყველაფერი და თამაშობდნენ ფრენბურთს ცენტრალურ საარჩევნო კომისია ზურაბ ხარატიშვილი და კაციტაძის კომისია მე არა კაციტაძის კომისია იძახდა მე სიები გადმომცა ხარატიშვილმა რასაკვირველია მე გარკვეული გამოცდილება გამოჩნია და ძალიან კარგად ვიცოდი რომ ზაღლის თავი სად იყო დამარხული 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ სწორედ ხარატიშვილის ცენტრალურ საარჩევნო კომისია მისი თავმჯდომარეობით დახვეწა ეს სიები და ამ სიებით ჩატარდა 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები და გადასცა ერთ-ერთში ზუსტად ეს სიები 2012 წლის არჩევნების წინ კაციტაძის კომისიას. ანუ ვინ არის შემოქმედი და ვინ არის მაგ სიების ავტორი, რასაკვირველია დღეს პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ხარატიშვილი. იმის შემდეგ წარიმართა ის პროცესები, რაც წარიმართა, ხომ? ვიცით, შეიცვალა ხელისუფლება, გუშინ წინ დაინიშნა ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ქალბატონი თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობაში პირად ჩვენს პროკავშირს და პირადად მე გარკვეული წილი გვაქვს ჩადებული, რადგანაც სხვა 11 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ჩვენც მოვაწერეთ ხელი და დავაყენეთ მისი კანდიდატურა და ვალს არავდები რომ აი ჩემი წყალობით ან სხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მაგრამ ძალიან კარგად იცის დღეს ქვეყანაში ყველამ რომ რამხელა ძალა აქვს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს იმედი მაქვს რომ ქალბატონი თამარი ყურს კარგად ესე იგი იმას იზავს მოისმინა კიდევაც რადგანაც პირადადაც საუბარში უთხარი და გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სხდომაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში გარდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრებისა არავის არ აძლევდნენ უფლებას არც დამკვირვებელს არც წარმომადგენელს გამოეთქვა რაიმე და პირველად 10 წლის განმავლობაში ქალბატონმა თამარმა დაიცვა კანონის მოთხოვნა და სხვადასხვაში ძირითადი საკითხების განხილვის შემდეგ მოგვეცა უფლება და ჩვენ არა მარტო წერილობრივ მივმართეთ ქალბატონ თამარს და აგერ არის ეს წერილი არამედ განაცხადეთ კიდევაც და ეს დაფიქსირებულია ოქშიც და ჩვენი პოზიცია გაიგო სულ რომ უნდა გადახედონ აი ამ სიებს მაქსიმალურად, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ძირითადში სიების გადახედვას და გადამოწმებას აპირებენ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ადგილობრივი არჩევნების დაწყებამდე, მაგრამ იმდენად ნათელია ამ სიებში არსებული ისეთი პირების ყოფნა, ვინც
აღარ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც არ ცხოვრობს იმ მისამართებზე, ეხლა შეიძლება ერთი კვირის, ორი კვირის განმავლობაში გადამოწყვდეს ეს სიები, რომელიც გადაცემული მქონდა მე ჯერ კიდევ შარშან ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის და იქ ინახება, ამოიღონ ის ხალხი. მაგალითად, დაახლოებით 5,000 ადამიანი მარტო ჩემთვის ცნობილი ადამიანები არიან და მე შემიძლია მე თვითონ წავყვე პირდაპირ მისამართებზე, რაც სიებში არის და არა ჩემს მიერ წარდგენილ სიებზე, შეთავაზებულზე, პირდაპირ მივიდეთ და ერთად ვნახოთ, რომ ეს 100-ია. მაშინ თუ ეს დასტურდება, სპეციალურად ხო არ აკეთებენ ამას იმისთვის, რომ აი სწორედ 100,000-ზე მეტ არა საქართველოს დღეს მოქალაქეზე გაცემულია აბაშიძის მაგივრად აბუსერიძეზე პირადობის მოწვევა, სადაც წერია, რომ აბაშიძია ის და მოვა და სხვის მაგივრად, ანუ ისევ დატრიალდება კარუსელები და სხვა მაქინაციები და სწორედ აი ამას მოვითხოვ მე ახალი CSKO-ს თავმჯდომარიდან, რომ მასაც არ დაბრალდეს, რომ ყალბი დოკუმენტებით მან ჩაატარა ეს საპრეზიდენტო არჩევნები. ამიტომ სიები არის, გვარები ცნობილია, გაიზრენ, გამოიზრენ და კანონი აღასრულონ და უსამართლობა გამოასწორონ. ანალოგიური იგივე საკითხით მე წინა ახლა ორშაბათს დღეს პარასკევია მიმართე აი სწორედ უწყებათა შორისო კომისიის ხდომაზე ქალბატონ თეა წულუკიანს, მან მე მთხოვა წარმოადგინეთ ეს სიები თუ გაქვთო და მე პასუხად გუშინ წინ გაუგზავნე ის წერილი, რომელიც თავის დროზე მე წარუდგინე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და იმ სიებთან ერთად წარდგენილი წერილთან ერთად წარდგენილი იყო სიები, ეს არის სწორედ აი რეგისტრირებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შარშან 13 სექტემბერს და მოახსენე, რომ ეს სიები უკვე გადაცემულია ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის და ეს საკითხი განიხილება მომავალ ორშაბათს 16-ია ხო მგონი მომავალი ორშაბათი მომდევნო კომისიის სხდომაზე. ანუ ამ საკითხს იხილავს აგრეთვე უწყებათა შორისო კომისია აი ამ სიებში უკანონო არსებული დღეისთვის 100,000-ზე მეტი პიროვნების გამოყვანა და გასუფთავება საარჩევნო სიების. კომისიას მარტო სარეკომენდაციო ის აქვს, მე არა ვარ კომისიის წევრი, მე გახლავართ მხოლოდ დამკვირვებელი და ვალდებული ვიყავი ეს საკითხი დამეყენებია, გულთან ახლო მიიტანა კომისიის თავმჯდომარემ ქალბატონო თეამ და ალბათ შესაბამის რეკომენდაციას ქალბატონ თამარს გადაეგზავნება. ეხლა შემდეგი ძალიან დიდი დარღვევა, რომელიც აღმოაჩინა ჩვენმა პროფკავშირმა, ცნობილია სხვა ადგილობრივ საზოგადოებრივ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ეს ის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გაატარა რეგისტრაციაში 6 პრეზიდენტობის კანდიდატის საინიციატივო ჯგუფები, ერთი ვითომაც მარტივი, მაგრამ არასწორი კანონის და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ არსებული ვითომ პრობლემის გამო, რომ ამ 6 პრეზიდენტობის კანდიდატს გააჩნია მეორე მოქალაქეობა, ორმაგი მოქალაქეობა, 3 მათგანი არის რუსეთის მოქალაქე, ერთია საფრანგეთის მოქალაქე, იცით სულამ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ერთი არის ნიდერლანდების მოქალაქე, ერთიც არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ზურაბ წიწულაშვილი. ჩვენი ორგანიზაცია ვალდებულია ყველა საკითხი შეისწავლოს, სადაც ნახავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია თუ სასამართლო ღებულობს არასწორ გადაწყვეტილებებს, პირველ რიგში გავერკვიეთ კარგად ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ესე იგი არსებულ უკანონო ქმედებები შევისწავლეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან და შემიძლია თელეპასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ის განკარგულება, რომლითაც ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის საინიციატივო ჯგუფს ეთქვა უარი, არის მოგონილი, თითიდან ამოღებული, არც საქართველოს კონსტიტუცია და არც საარჩევნო კოდექსი არ მოითხოვს იმას, რომ
განცხადებაში, რომლითაც მიმართავს რომელიმე საინიციატივო ჯგუფი, რომ აი კანონის კოდექსის 98 მუხლის შესაბამისად გიდგენთ აი ამ ადამიანების მონაცემებს, თანხმობას, რომ იყრიან თანახმანი არიან პრეზიდენტობაზე, დაბადების მოწმობებს და სამ ფოტოსურათს, იმის გარდა არავითარი მოთხოვნა არ არის, რომ საინიციატივო ჯგუფს ან თვითონ კანდიდატს პრეზიდენტობისა ეპასუხა არის თუ არა სხვა ქვეყნის მოქალაქე და რომც ყოფილიყო მაგისთანა კითხვა არ არის აკრძალვა არც კონსტიტუციით და არც კანონით, რომ თუ არის ორმაგი მოქალაქის მატარებელი, რომელიმე პრეზიდენტობის კანდიდატი, მას ეკრძალება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. კონსტიტუციაში და კოდექსში, საარჩევნო კოდექსში წერია სხვა რამე, რომ საქართველოს პრეზიდენტად არ შეიძლება იმუშაოს, ხომ, სამუშაო ეს უცხო ქვეყნის ამავდროულად მოქალაქე მაც. ანუ განსხვავება პრეზიდენტობის კანდიდატსა და პრეზიდენტს შორის. პრეზიდენტად არ შეიძლება იყოს მეორე ქვეყნის, სხვა ქვეყნის მოქალაქე და კანდიდატზე არავითარი შეზღუდვა არც კონსტიტუციიდან და არც საარჩევნო კოდექსიდან არ არის. და რატომ? იმიტომ რომ იმის შემდეგ რაც ჩატარდება არჩევნები და არავინ არ მალავს რომ არის ორმაგი მოქალაქე, შედეგი თუ იქნება ისეთი მეორე დილით 28 ოქტომბერს რომ გაიმარჯვა ორმაგი მოქალაქის მქონე პიროვნებამ, მას ძალიან ადვილად შეუძლია მიმართოს იმ ქვეყნის საკონსულოს მოთხოვნით მომიხსენი იმ ქვეყნის, რუსეთი იქნება, ამერიკა იქნება, თუ საფრანგეთი, თუ ნიდერლანდი, თუ ჩინეთი, მოქალაქეობა მოიხსნის, მოიტანს სათანადო დოკუმენტს იმ ქვეყნის საკონსულოდან და სანამდე ცენტრალური საარჩევნო კომისია გარკვეული დღეების 20 დღის განმავლობაში შეაჯამებს და მერე ინაუგურაცია მოხდება, ის უკვე იქნება მარტო საქართველოს მოქალაქე და არავითარი კანონდარღვევა კონსტიტუციასთან და იმასთან მიმართებაში, საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში არ იქნება. ანუ 6-ვე პრეზიდენტობის კანდიდატი, ვისაც გააჩნია ორმაგი მოქალაქეობა სხვა ქვეყნის და ამავე დროს არიან საქართველოს მოქალაქეები, უცხოვრიათ საქართველოში 5 წლის განმავლობაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობენ, არიან საქართველოს მოქალაქეები, კანონის დარღვევით ცენტრალურ საარჩევნო კომისიამ რაღაც მანიპულირებით და უბრალოდ რაღაცა კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის პუნქტების ასე ვთქვათ ტრიალით უთხრეს უარი და როგორც ჩანს სასამართლოს ის მოსამართლე, რომელმაც განიხილა ეს საკითხები, როგორც ჩანს ვერ გაერკვიან და უბრალოდ ბრმად დაუჯერეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის გაყალბებულ მტკიცებულებებს. მე ურჩევ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ახალ თავმჯდომარეს კარგად გაერკვიოს და ჩვენი წერილის შესაბამისად თავიდან გადახედოს 6-ვე კანდიდატის პრეზიდენტობის საქმეები და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, რაც ქვეყანას გამოუსწორებს იმიჯს, რომ არჩევნები ტარდება დემოკრატიულად და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ძალუც ჩაატაროს სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები. ახლა გეტყვით მე კიდე ერთ-ერთი მაგათაგანის ზურაბ წიწუაშვილის მიმართ ცენტრალურ საარჩევნო კომისიიდან დაშვებულ პარადოქსულ დარღვევებს. 3 სექტემბერს ბატონ ზურაბ წიწუაშვილს რეგისტრაციაში გაუტარეს მისი საინიციატივო ჯგუფი. ეს არის განკარგულება ნომერი 65/2013, სადაც წერია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდეს ამორჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, ამ შემადგენლობით საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი გია ყორახაშვილი. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისია განკარგულებით აძლევს ამ საინიციატივო ჯგუფს ნიმუშს იმ ფურსლისა, რომლის მიხედვით უნდა ხელი შემოიტანონ ამორჩეველთა მხარდაჭერა, ანუ ის 26500 ხმა. ცენტრალური საარჩევნო კომისია აძლევს ამ იმის შეგროვების ფურცლებს. ბატონი ზურაბ წიწუაშვილი თავის 6 კაციანი შტაბით თელ საქართველოში იწყებს საარჩევნო, ასე ვთქვათ, უკვე მოღვაწეობას და 20000-ზე მეტი ხმა
მან უკვე შეაგროვა. გარდა მაგისა, ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართულებას აძლევს აუდიტის სამსახურისათვის, რომ მას გაეხსნას საარჩევნო ფონდი. იმ ფონდში, გახსნილ ფონდში ჩაირიცხა თანხები მოსახლეობიდან და დაიწყო მაგ თანხების ხარჯვა. და უცბად 11 სექტემბერს, იმის შემდეგ, რომ საინიციატივო ჯგუფი უკვე გატარებულია, ფონდი შექმნილია, სიები 20,000-ზე მეტი მხარდაჭერთა ისენი ხელმოწერები შეგროვებულია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი ანალოგიური განკარგულება, რაც ხალბატონ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, სადაც წერს, რომ უარი ეთქვასო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საარჩევნო რეგისტრაციაში. ეს იცით რა არის, რომ ერთხელ იგივე საინიციატივო ჯგუფს მიეცა თანხმობა და მეორეჯერ მას არ მიუმართავს, რომ კიდე ერთხელ მომეციო. უარს ეუბნება რა მოტივით? იმ მოტივით, რომ აი თურმე აღმოაჩინეს, რომ ბატონი ზურაბი არის ამერიკის მოქალაქე. თქვენ მამაცხონებულებო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მაღალჩინოსნებო, ბატონო დავით, ძალიან დიდ პატივს აქცევ, დიდი ხანია გიცნობ, მაგრამ თქვენ არ შეასრულეთ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობა. როდესაც 54 კანდიდატის პრეზიდენტობაში შემოვიდა განცხადება, თქვენ ვალდებული იყავით სათანადო ორგანოებიდან ამოგეღოთ მონაცემი, არის თუ არა ესა თუ ის პრეზიდენტობის კანდიდატი ორმაგი მოქალაქეობის მქონე. ეს თქვენ რო გაგეკეთებიათ თავის დროზე თქვენ სამში არ გამოსცემდით აი ამ რეგისტრაციაში გატარების განკარგულებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიის. აცდებოდა ბატონი ზურაბი და მისი შტაბი მუშაობას, ფინანსების დახარჯვას, ბატონო, მისი ავტორიტეტი არ შეილახებოდა, მანამდე მიმართავდა სასამართლოს, აღედგენდა თავის უფლებებს, რათა მიეღო მონაწილეობა და თქვენ ახლა ესეთ გამოვალ მდგომარეობაში ჩააყენეთ ეს ბატონი და სხვა დანარჩენი კიდე 5, რომ საარჩევნო ღონისძიებების გრაფიკიდან გამომდინარე, სასამართლო შესდგება 1, მერე შესაძლოა ჩატარდეს სააპელაციო სასამართლო და ვეღარ ესწრება 17 რიცხვამდე ამაქსიების ჩაბარება. ანუ თქვენ განზრახ გაატარეთ ესეთი ქმედება, რომელიც იძულებულ გახდის პრეზიდენტობის კანდიდატს მიუხედავად დახარჯული თანხებისა და სახსრებისა უარი თქვას და მერე რა გზით იაროს. დამწვარ სუდში იჩივლოს თუ სტრასბურგის სასამართლოში ვისი სახელი შეილახება საქართველოსი თუ დათო კირთაძის. დათო, როგორც ჩანს, ცუდი მრჩევლები და ცუდი იურისტები ყავს და ქალბატონო თამარ, მე გირჩევთ მთლიანად შეცვალოთ, აი ახლა კიდეა დროა და სულ სხვა შემადგენლობას იურისტებისა ჩაატარებიოთ ეს საპრეზიდენტო არჩევნები.